ერთ-ერთი მთავარი, რასაც ჩემი აზრით ყველა მთვალი უნდა გაუსწოროს, არის ის, რომ ზოგადად საქართველოში თვითონ ბიზნეს გარემო, როგორც ჩამოყალიბდა, ბუნებრივად ბიზნესი არის მოტივირებული, რომ დემოგრაფიული პრობლემები გააჩინოს ქვეყანაში. ანუ სამწუხარო ფაქტს ვიძახი, უბრალოდ ეგ გამოწვეულია მთელი რიგი წინდევი პრობლემებისგან. ანუ საქართველოში არის ასეთი სიტუაცია, რომ ჩვენ არა ვართ ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც რაღაცებს აწარმოებს, მით უმეტეს შიდა ბაზარი რო დააკმაყოფილოს, ჯერ მაგის შეძლება არ აქვს და მით უმეტეს რომ გაიტანოს საზღვარგარეთ პროდუქცია და საერთოდ გარე ბაზარზე რო გავიდეს, ხო, მაგის შესაძლებლობა არ აქვს. სინამდვილეში როგორი ეკონომიკა? ეს არის რესურსები, რომელიც ჩვენ გვაქვს, მაგ რესურსებს ვყიდით ინტენსიურად. ხო, ყველაფერი უცხოელების არის, ხო? საქართველოში რაც კი რესურსია, მათ შორის ბანკები და სხვილი ბიზნესი რაც არის, ყველაფერი არის უცხოელების და ისინი სინამდვილეში ძირითად მოგებას ისინი იმათ მიაქვთ, ხო? დანარჩენი საქართველოში რა დარჩა? მიწები და კიდე რაღაც მომსახურების სფერო დარჩა, ხო? ეხლა საქართველოში თუ ვინმე აი მაგალითად სამშენებლო ბიზნესშია, სამშენებლო ბიზნესში ყოფი ადამიანი ძალიან კარგად აცნობიერებს იმას, რაც ახლა მე ვიძახი. საქართველოს მოსახლეობა კლებულობს. ამას ადასტურებს სტატისტიკაც, რომელსაც მათ შორის სახელმწიფოს, ქართული ოცნებაც აღიარებს, ხო? ნებისმიერი სტატისტიკა ადამიანებმა, რაც არ უნდა გადაამოწმონ, ყველა ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა კლებულობს, ადგილობრივი მოსახლეობა. თან კლებულობს საკმაოდ მაღალი ტემპებით, იმატებს ეს კლების ხარისხი და რაოდენობა. ხო და ნებისმიერი აი ეს სამშენებლო ბიზნესში მყოფი ადამიანი ხო აცნობიერებს, რომ კლებულობს შესაბამისად ბაზარზე მყიდველი ხო, ვინც აი ეს სამშენებლო ბიზნესი უნდა დააკმაყოფილოს. ხო და ბუნებრივად იქმნება ეგეთი გარემო, რომ ბიზნესმენი არის მოტივირებული, რომ უცხოეთიდან შემოვიდნენ ხალხი და იმათმა იყიდო. ბუნებრივად იქნება ეგეთი გარემო. ბიზნესმენებს რომ ეგ მოტივაცია უჩნდებათ, ეგ პოლიტიკაზე როგორ აისახება, ძალიან მარტივად ბიზნესმენები არაგავლენიანი ხალხი არ გეგონოთ. ბიზნესმენები არიან, ვინც ეხლა მაგალითად ქართულ ოცნებაში თანამდებობაზე ხალხი რო ხედან, ისინი ხალხმა ხო არ აირჩია, ისინი ბიზნესმენებად დასვეს. ხო? მაგდენად გავლენიანი ხალხია. ვიღაცამ ხო არ აირჩია ეს კაცი, აი მაგალითად კობახიძე არავინ არ აირჩია, ხო? კობახიძე ხო დასვეს. ხო, ეგრე მაგდენად გავლენიანი ხალხია. შესაბამისად, რა მოტივიც უჩნდებათ მათ პოლიტიკაში ეგ პირდაპირ აისახება. ამიტომ საქართველოში არის აი ასეთი ძალიან სამწუხარო გარემო, რომელსაც ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს. იქიდან გამომდინარე, რომ გავლენიანი ხალხი ქვეყანაში, ვისაც ფული აქვს, ხა მოტივირებული მაგ მიმართულებით როცა არის, მაგას რა თქმა უნდა მე ტელევიზიები, საინფორმაციო საშუალებები, ასევე ეგრეთ წოდებული ვისაც არ ეზარება ხო ყველა ექსპერტია ამ ქვეყანაში, ხო ის ექსპერტებიც მე რაც იმათ აწყობს, იმას ლაპარაკობენ და ასე შემდეგ, ხალხი ინფორმაციას ვისგანაც იგებს, ის ხალხი სინამდვილეში ინფორმაციის მიმწოდებელი ადამიანები არიან ფინანსური დაინტერესება აქვთ სწორედ იმ ბიზნეს ჯგუფებისგან. ამიტომ არ არის ობიექტური ინფორმაცია, არ მიეწოდება მოსახლეობას.
დეზინფორმაციის პირობებში ხალხს დასკვნების გაკეთება უჭირს, იმიტომ რომ ეგ ყველაზე ეფექტური საშუალებაა სამწუხაროდ თანამედროვე რეალობაში ინფორმაციით მანიპულირება, ხო? მოსახლეობის განწყობა ეგრე იქმნება. ამიტომ ვინც ვერ აცნობიერებს ეს რამხელა პრობლემა, მათ სწორედ აი ეს დეზინფორმაციის და ის ადამიანები, ვინც რაღაცებს ექსპერტობენ და გამოდიან და არ არსებობს ეს პრობლემა და ეს რაღაც თითიდან გამოწვეული გამოგონილი პრობლემაა ვითომ, ხო? ეგ ადამიანები მუშაობენ მაგისთვის, რომ მაქსიმალურად ამ პრობლემის იგნორირება მოხდეს საზოგადოებაში, მაგრამ რეალობა არის ეს. ლოგიკა, უბრალოდ ლოგიკით რო დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი, თუ ჩვენი მოსახლეობა კლებულობს, ხო, ელემენტარული ლოგიკა აქ უბრალოდ თუ ადამიანს ეზარება ფიქრი, მარტო მაგ შემთხვევაშია შესაძლებელი რომ ვერ მიხვდეს. თუ ჩვენი მოსახლეობა კლებულობს და ქალაქები შენდება ახალი, ხო, აი ვიღაცა გამოდის და იძახის, ახალ ქალაქებს ვაშენებთ ხალხო და ამ ქალაქებში ქართველები დასახლდება. როგორ დასახლდება? რომელი ქალაქებშიც ცხოვრობს ქართველები, იქ კლებულობს. ხო, ელემენტარული რაღაც ხდება. იქ ქართველები ვერ დასახლდება, ხო? ამიტომ ვერც შეწყვდება ფიზიკურად. ვერც შეწყვდება. ჯერ ერთი ეგეც სტატისტიკაში ჩანს ეს ყველაფერი. სტატისტიკაში იცით რა ჩანს? შენებარე აი ამ ბიზნესში უფრო იმატებს ყოველწლიურად უცხოელების შეძენილი პროცენტი. რაც უფრო მეტი წელი გადის ხო წლები, ქართველების წილი კლებულობს ყოველ წელს და უცხოელების წილი იმატებს. და პრემიერი რო გამოდიოდა და რაღაცა დაძველებულ სტატისტიკებს რო აჟღერებდა 3 წლით და 4 წლით ძველ სტატისტიკებს რო აჟღერებდა, რომ აი ამდენი პროცენტია ქართველი და ამდენი პროცენტია უცხოელი, ხო? აქ მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს ტენდენცია საით მიდის, ხო? ჯერ ერთი თუ 10 წლის წინანდელ სტატისტიკას ავიღებთ, რა თქმა უნდა, ცოტა იყო 10 წლის წინ დღევანდელთან შედარებით. ამიტომ მოძველებული სტატისტიკებით მანიპულირება ზოგადად ძალიან ცუდი სპორტია. ხო და ეს დღევანდელი მოცემულობა რაც გვაქვს, დღევანდელი მოცემულობა არის ასეთი. ეხლა უკვე შემაშფოთებელი მდგომარეობაა, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ტენდენცია, საითაც მიდის, პრობლემა მხოლოდ იზრდება, ხო? შემაშფოთებელი შეიძლება დღეს ვიღაცისთვის არ არის. მე არ ვიცი რატო არ არის ვიღაცისთვის დღევანდელი მოცემულობა შემაშფოთებელი, მაგრამ თუ ვიღაცა არ არის შეფუთებული, იმას უნდა ეგონოს, რომ მომავალში უკეთესობისკენ მივდივართ და არ მივდივართ უკეთესობისკენ, ყველა სტატისტიკა მაგას აჩვენებს. ამიტომ საერთოდ ყველამ უნდა ერთი რაღაცა შეიგნოს და გააცნობიეროს, შეიძლება ხელისუფლებას, ან შეიძლება ვიღაც ხელისუფლების დაფინანსებულ ადამიანებს ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ აი ეს ფული აკეთონ, ტერიტორიები გაყიდონ ჩვენი ქვეყანაში, ეს მავნებლური ფულის კეთების პრაქტიკა გააგრძელონ ისე, რომ თან ხალხი ამაზე არ ნერვიულობდეს და ხალხი ამაზე არავის არ აკრიტიკებდეს, შეიძლება ეგ უნდა, მაგრამ ყველას ერთი რაღაცა უნდა ესწოდეს. რაც უფრო გაგრძელდება ეგ, ხალხის რეაქციაც უფრო და უფრო მოიმატებს. ეგ იქნება ფაქტი, იმიტომ რომ არავინ ხალხის რეაქციას თითიდან გამოწოვილი რეაქცია ეს არ არის და ჭიქაში ხარიშხარი ეს არ არის. ეს არის რეალური გულახდილი მოსახლეობის რეაქცია იმაზე, თუ რა მავნებლური პოლიტიკაც აქვს დღეს ხელისუფლებას აი ამ იმიგრაციის იმართულებით. პირდაპირ მთელი მათი ბიზნესი მდგომარეობს იმაში, რომ ტერიტორიები გადაიყვანონ სამოსახლო სტატუსი მისცენ, სასოფლო სტატუსს გადაუკეთებენ სამოსახლოზე და მერე იმას ყიდიან.
და იქ რა თქმა უნდა ქართველები ვერ გაწვდებიან იმის ყიდვას, ყიდულობენ ძირითადად უცხოელები.